გამარჯობა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ წინა გადაცემაში დაწყებულ საუბარს გელათის აკადემიის მოძღვართ-მოძღვრები და მათი პატივი, ღირსება და საერთოდ გელათის აკადემიის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე მინდა მოგახსენოთ და გავაგრძელებთ ჩვენ შევჩერდით იოანე შავთელზე, უფრო კონკრეტულად მის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებზე, ნატრიელაცა თვით მას გელაცა, სად რომ დაკრძალვენ წმინდა ცხეულთა. და ეხლა რა თქმა უნდა, ესეც ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად იოანე შავთელი გაენათელი თუ გნებავთ გელათის მოძღვართ-მოძღვარი. ამასაც ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ კიდევ ვამბობთ, ეს მაინც მოსაზრების დონეზეა, ზუსტი დამადასტურებელი. ვიცით, რომ ის გელათში მოღვაწეობდა თამარის ბოლო პერიოდიდან, თამარის გარდაცვალების შემდგომშიც და ასევე ცნობილია, რომ ის გარდაიცვალა გელათში და იქვე განისვენებს. ეს არის ერთი ცალსახად რაც შეიძლება ვთქვათ. ის რომ გელათის აკადემიას ასეთი დიდი ადამიანები უკავშირდება და ჩვენ არა გვაქვს დეტალური ცნობები ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს სამწუხაროა, მაგრამ ფუნდამენტური კვლევის განხორციელების შემდგომ შეიძლება ცოტა მეტი გავიგოთ, შეიძლება უფრო მეტიც გავიგოთ, მაგრამ კიდევ ვამბობ, არქეოლოგიის გარეშე ჯერჯერობით ჩვენ ბევრს ვერ ვიტყვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური კვლევას საჭიროებს აღნიშნული საკითხები. ეხლა გელათის აკადემიის მოძღვართ-მოძღვრებს რაც შეეხება, ჩვენ ესე იგი ოფიციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გვაქვს მაგალითად პირველი მოძღვართ-მოძღვრად იხსენიება იოანე პეტრიცი, მე-12 საუკუნე დაახლოებით, შემდგომ მე-13 საუკუნეში ანტონი, მე-14-ში საბა და მე-15, მე-16 საუკუნეთა მიჯნაზე ილარიონი, მოძღვართ-მოძღვარი ილარიონი და ბოლო უკანასკნელი მოძღვართ-მოძღვარი გახდათ მანასე. მანასე, რომელიც დაახლოებით 1527 წელს უკვე გელათის აკადემია წყვეტს არსებობას. ანუ აქ ეს არის ძალიან რთული თარიღი, რთული პერიოდი, ურთულესი პერიოდი მთლიანად ჩვენი ერის და შეიძლება ითქვას ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში, იმიტომ რომ მე-16 საუკუნის დამდეგს საქართველო დაიშალა, უпроსორად მე-15-ში დაიშალა, მაგრამ მე-16-ში უშუალოდ სამცხე საათაბაგო მთლიანად შეიერთა ჩვენს მეზობლად აღმოცენებულმა ახალმა ისლამურმა დიდმა ოსმალეთის იმპერიამ და სწორედ ოსმალეთის იმპერიიდან დაემუქრა პირველი და უდიდესი საფრთხე გელათის მონასტერს, გელათის აკადემიას და უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ მაშინ ამ 1510 წლის თავდასხმის შემდეგ ძალიან მალე წყვეტს არსებობას გელათის აკადემია. ამ საკითხს ჩვენ მიუბრუნდებით და მანამდე შევეხები, რომ 5 მოძღვართ-მოძღვარი, რომელთაგან 2 მე-15, მე-16 საუკუნეში მოღვაწეობდა, მისი გაუქმების წინა პერიოდში და მხოლოდ 3 მოძღვართ-მოძღვრის სახელი ვიცით. იოანე პეტრიცი, ანტონი და საბა. ჩვენ დავამატეთ, ესე იგი, წყაროებზე დაყრდნობით ბუნებრივია, ახლა ის რა უფლება აქვს, ესე იგი, არსენი ყალთველსაც ჩვენ მოვიაზრებთ გელათის მოძღვართ-მოძღვართა შორის და პირველ მოძღვართ-მოძღვრად გვიგვაჩნია ის და ქართულ წყაროებში, რაც შევხვდა ჩვენ, მეორე პიროვნება, ესეც დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს და შესაძლოა შემდგომ ხანასაც უკავშირდება, ეს იყო
საწოლის წიგნობარი ანტონ გოდობრელი. ილია ანთელავას აქვს ამაზე გამოთქმული მოსაზრება, შეიძლება ეს კაცი იყოს დავითის შესაძლო მემატიანე ცხოვრების დამწერი, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ იერუსალიმის ხელნაწერ ნომერ 18-ში ფიქსირდება, რომ იქ იხსენიება ბერი ანტონ გოდობრელი მოძღვარი. მოძღვარი ბუნებრივია. არ უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ, რომ შესაძლოა ეს ანტონ გოდობრელი გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა იქ, ან მანამდე იყო ის გელათის აკადემიის მოძღვარი და შემდგომ ჩადის ის იერუსალიმში. ეს შეიძლება უფრო ლოგიკური იყოს და აი ამ პატივით შემთხვევით ვერ მოხდებოდა ბუნებრივია მოხსენება. თუმცა მოძღვრის ტიტული არსებობდა საქართველოს შემდგომ საუკუნეებშიც, მაგრამ გელათის აკადემიის მოძღვრის ტიტული სხვა არის და შემდგომი პერიოდის მოძღვრის ის ტიტულები ბუნებრივია შედარებაც კი არ შეიძლება. ამიტომ მინიმუმ არსენ იყალთოელი და ანტონ გოდობრელი უნდა დავამატოთ ჩვენ მე-12 საუკუნის მოძღვართა ქრონოლოგიურ რიგს. მინიმუმ. ხო, ის რაც შეეხება წინა გადაცემაში ვთქვით ჩვენ, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ იგივე იოანე შავთელ-გაენათელის მოძღვრად-მოძღვრობაც, მაგრამ ვინაიდან ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს პირდაპირ წყაროები, ბუნებრივია ეს ძალიან ისე მსუბუქად გამოვთქვამთ აი ამ მოსაზრებას, თუმცა ლოგიკას არ არის მოკლებული, რომ ეს დიდი ღირსი მამა, წმინდა მამა, სწორედ რომელიც თამარ მეფის მოძღვრად მიიჩნევა და თამარის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე და მისთვის მლოცველი წმინდა მამა გახდათ, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოველ შემთხვევაში თუ მოძღვარი არა, აი გელათის აკადემიის აი ამ სასწავლო საკითხში ის ალბათ თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. ეხლა ჩვენ მთელი რიგი აი ამ უცნობ და საიდუმლო მოვლენებს თუ დავასახელებთ, ერთ-ერთი მათგანი არის სწორედ ჩვენ არ ვიცით გელათის არც ერთი მოძღვრის საფლავი. არ არის ჩვენამდე მოღწეული გელათის არც ერთი მოძღვრის ფრესკა. და ასე შემდეგ. ეხლა თქვით, რომ სახელებიც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს და ეს რა თქმა უნდა გასაკვირიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კვლევის შემდეგ შესაძლოა კიდე გავიმეორებთ, რომ გარკვეული სინათლე შეიძლება გამოიკვეთოს აი ამ საკითხების კვლევის შემდგომ. გელათის, მთავარ ტაძარში ჩვენ მაგალითად უფრო საეჭვოდ მივიჩნევთ გელათის მოძღვრების დაკრძალვას, მაგრამ გელათის აი გალაონის შიგნით ან შესაძლოა აკადემიის აი ეს შენობა, რომელიც ის ძვირფასი შენობა, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული თავისი შესასვლელით, ძვირფასი ესე იგი მართლაც აი ამ ორნამენტებით და აი ჯვრის გამოსახულებით 4 განსხვავებული სვეტისგან შედგება, ცნობილია რომ ეს შესასვლელი ცოტა მოგვიანებით იქნა მიშენებული მე-13 საუკუნით ათარიღებენ კერძოდ, მაგრამ ფაქტია რომ ეს სწორედ არის და იქ გამოსახული ხომ აი ამ შესასვლელში აი ეს გადაშლილი წიგნი, რომელშიც ჩახაზული არის ესე იგი ყვავილი და მზე, როგორც მიიჩნევენ, რომ ესე იგი ეს ძალიან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს აი ამ და ეს ზოგადად გელათის აკადემიის სიმბოლოდ მიიჩნევა. ჩვენ ახლა ამ საკითხს აღარ შეუდგებით საუბარს, იმიტომ რომ აი სხვა
ხარეს გადავიჭერით, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ყველაფერი მოწმობს და ადასტურებს იმას, რომ გელათში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდა აკადემია, უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი და აი ეს კონკრეტულად მისი შესასვლელიც ძალიან ნათლად მოწმობს ამ ფაქტს. ესე იგი, გელათის აკადემია, როგორც თქვით, ჩვენ 1510 წლის ოსმალთა თავდასხმის შემდგომ, როდესაც ტახტის მემკვიდრე სელიმმა და მზე ჭაბუკმა ქართველმა ესე იგი სამცხის ყვარყვარეს ვაჟმა ხო სამცხის მთავრის ყვარყვარეს ვაჟმა ილაშქრეს გელათში და მაშინ დაარბიეს და გადაწვეს მონასტერი და ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით აი იმ დროინდელ დაზიანების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზულად იყო გელათი, თავად ნაგებობა გადარჩა, მაგრამ იქ არსებული სიწმინდეები დიდი ნაწილიც გადარჩა. ეს შეგვიძლია ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ხახულის ღვთისმშობელი, როგორც ჩანს, სამალავი ჰქონდა გელათის მონასტერს და იქ გადამალეს ხატი. თვითონ გელათი როგორც მთავარი სიწმინდეთ საცავი ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა და დღეს ბუნებრივია ამაზე საუბარს მე ვერ მოვასწრებ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ოსმალთა აღნიშნულმა თავდასხმამ აი ეს ძველი გელათის აი ეს ძველი დიდება, რაც მოყვებოდა დავითის და თამარის პერიოდიდან, თითქოს გააუფერულა, გააფერმქრთალა და ბევრი რამ დაზიანდა ამ დროისათვის. და აი სწორედ უკვე ბოლო მოძღვართ ჯერ გარდაიცვალა ილარიონი დაახლოებით 1519-ში და შემდგომ ბოლო უკანასკნელი მოძღვარი მანასე გარდაიცვალა. ჩვენ ვიცით ერთადერთი ილარიონზე, როგორც მახსენდება, მე ერთ-ერთი წყაროში პირდაპირ არის მითითებული, რომ გურიაში ყოფნის დროს გარდაცვლა და გელათს მოასვენეს ილარიონი მოძღვარი და რაც ნიშნავს, რომ გელათში არის მისი განსასვენებელი, მაგრამ სად? ეს ჩვენ არ ვიცით. თუმცა ეს ფაქტი, კი ბატონო, გვიანი პერიოდია, მაგრამ ზუსტად გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ გელათის ბოლოს წინა მოძღვარი სწორედ მოასვენეს და დაკრძალეს გელათის სივრცეში, ან ეზოში, ან შესაძლოა რომელიმე ტაძარი, ან ნაგებობა იყო გამოყოფილი მათ საძვალედ, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მაგრამ სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ ვარაუდი, რომ ეს უნდა იყოს დიდი ალბათობით გელათის მთავარი ტაძრის მიმდებარე, თან აკადემიის შენობა, სადაც გახლავთ, ანუ მთავარი ტაძრის დასავლეთით, აი სადღაც აი ამ ტერიტორიაზე შესაძლოა არსებობდეს მათი საფლავები, რომელიც ახლა რა თქმა უნდა დიდი პომპეზურობით ალბათ არ იქნებოდა გამორჩეული, მაგრამ შესაძლოა მომავალში არქეოლოგიურმა კვლევამ გარკვეული ისეთი არტეფაქტი ან საფლავის ქვა ან რაღაც ისეთი ნიშანი მოგცეს ჩვენ, რომ უფრო მეტს ვიტყვით აღნიშნულ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში ეს არის კვლევის სფერო და მრავალი საკითხი მოითხოვს გარკვევას და გაანალიზებას და ბუნებრივია შემდეგ აუცილებლად უფრო მეტი გვეცოდინება. გელათის აკადემიის, ესე იგი აკადემიამ სწორედ უკვე მე-16 საუკუნის 20-იან წლებში შეწყვიტა არსებობა, რაც რა თქმა უნდა დიდი დანაკლისი იყო
და საქართველოს უკვე დაშლილია სამეფო სამთავროებად, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ჩვენ, რომ აი ამ პერიოდში მართლაც საოცარი ამბავია ის, რომ იმერეთის სამეფო ტახტზე ჩვენ გვევლინება უაღრესად დიდი და გამორჩეული მოღვაწე, ისეთი მეფე, როგორიც გახდათ იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე, გელათის მეორე აღმაშენებელი და ზოგადად აქაც შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ჩვენ ბაგრატ მესამის ბოდიში 8 წლი სრულყოფილად არ აგვაქვს შესწავლილი და მომავალში გვაქვს დაგეგმილი, რომ განვახორციელოთ კვლევა, რომლის შემდეგაც ბოდიში მოხერხდება, რომ იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეზე უფრო მეტი ვიცოდეთ. ეხლა ის, რომ გელათის მნიშვნელობა თითქოს დაეცა 1520-იანი წლებიდან, ამას ვერ ვიტყვით, ვინაიდან ესე იგი ბოდიში გელათის აღმშენებლობა და გამშვენიერება დაიწყო იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე. დღეს თქვენის ნებართვით აქ შევჩერდები და მომავალ გადაცემებში გავაგრძელებთ საუბარს. მადლობთ ყურადღებისათვის.